სკოლების ასოციაცია საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებს ეხმაურება და კერძო სკოლების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ასოციაცია თითქმის ყველა კერძო სკოლას აერთიანებს. სწორედ მათი რაოდენობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა, რომ იმერეთის რეგიონალური გამგეობა დაარსებულიყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმერეთის რეგიონში ძალიან ძლიერი კერძო სკოლების ასოციაცია იქნება რეგიონალური. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ყოველას მუშაობაში. თქვენ გამოცდილებას განსაკუთრებით მე ვიცი, რომ მათემატიკური სკოლა გაქვთ ძალიან ძლიერი. ჩვენც ვისტუმრებთ თქვენს მოსწავლეებს და ასევე თქვენც ალბათ ჩვენებს. ერთიანად ვიმუშავებთ, ერთობლივად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ კერძო სკოლებმა უნდა წინ მიარონ, უნდა განვითარდნენ. ყველაფერს პატივი ეს გამგეობის ხტობა საერთოდ შეკრება ჩატარებული იყო დღეს ჩვენთან და აქ კერძო სკოლების მომავალი აკრედიტაციის საკითხები განიხილება და ურთიერთთანადგომა, ურთიერთთანაშრომლობა, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაკლია თანადგომა ქალაქის რესურს ცენტრიდან, მაგრამ ეს იქნება მაინც კოლეგიალური დამოკიდებულება. დღეს არის არა მარტო ქუთაისი წარმოდგენილი, აქ არის რეგიონები წარმოდგენილი და მათი წარმომადგენლები. აირჩევა გამგეობა და გამგეობა ირჩევს დღის წესრიგი მომავალ დღის წესრიგზე. საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის იმერეთის რეგიონალურ გამგეობის თავმჯდომარე ცოტნე გველესიანი აირჩიეს, წევრებად კი დარეჯან ჩხიროძე, ნინო ჩიკვაშვილი და მაიო ონიანი. გამოცდილი დირექტორებით დაკომპლექტებული გამგეობა მზადაა კერძო სკოლების განვითარებას შეუწყოს ხელი და საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეები უკლებრივ განახორციელოს.